მე ვარ არქილ ჯავახაძე. ამჟამად ვცხოვრობ ნიდერლანდებში 32 წელია თითქმის. ვარ ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი, მწერალი. დაფუძნებული გვაქვს ქართული სახლი. გაჭირვების და პრობლემის დროს ვცდილობ საქართველოს დავეხმაროთ. საქართველო ყოველთვის გულით დამაქვს თან. და ეს არის ჩემი ცხოვრების სრული მიზანი. რომ როგორმე გავაცნო საქართველოს ქართული ენა, საქართველოს ისტორია და ლიტერატურა ნიდერლანდებს და ბელგიას. პირველი დღიდანვე დავიწყე მუშაობა ლექსიკონზე, თითქმის 17 წელი მომიწია. შემდეგ დავიწყე არქივებში მასალების მოძიება, შემდეგ დავიწყე ქართული ლიტერატურის თარგმნა და რამდენიმე წიგნი მე თავადაც მაქვს დაწერილი. საერთოდ უკვე 23 წიგნი არის გამოცემული. პირველად 11 წელი არ ჩამოსულა საქართველოში. ჩამოსულ წინა საღამოს ვნახეთ ეს ფილმი ფესვები. შვილიშვილი რო ჩამოდის და ბაბუის რო ჩამოაქ ესე იგი ფერფლი, ვის ახსოვს ახლა ბაბუა ჩემიო და მატარებლიდან რო გადმოვიდა და მთელი სოფელი და ნახევარი საქართველოს დახვდა, აი რო არის ის ფეხი სად გადააბიჯოს. ხო და აი ესეთ ჩამოვედი 11 წლის შემდეგ თან გავაფრთხილე ნათესავმა იცოდა ბიძაშვილმა გავაფრთხილე არავის არ უთხრა რომ ჩამოვდივარ იმიტომ რომ ცოტა ჩუმად მინდა ჩამოსვლა და რომ გამოვედი აეროპორტიდან აი ესე სიტუაციაში მოვყევი გადმოვაბიჯე და ნათესავები კლასელები ჯგუფელები ჩემი ნათესავები ჩემი მეუღლის ნათესავები ახლობდნენ ნუ არ ვიცი ახლა მინიმუმ 50-60 კაცს და აი ვიღაცას ხომ და მიესალმო და აი ესე დავრჩი და ხო და სად მოდიხარ და სადაც ავიყოთ იქ მოვდივარ მეთქი აი ესეთ ზუსტად ეს სიტუაციაში მოვყევი იმდენად ის იყო ჩემთვის ძნობიარე ეს მომენტი და რა თქმა უნდა მოვისიყვარულე რა ჩემეძლო და ჩემი გული მაინც სადაც არ უნდა წავიდე რაც არ უნდა მოხდეს თუ საქართველოს რამე დავეხმარები და თუ საქართველოს რამე უჭირს ყოველთვის გვერდში მიგულეთ მიხარია ქართველების ნახვა ეს არის ჩვენი პროექტი სოფლიოდან ჩამოსული ქართველები ერთმანეთს ხვდები და ვესიყვარულები და ისევ საქართველოს ვიხსენებთ და აი როდის ჩახვალ და როდის ჩავალთ და აი ეს აი და რამდენიმე საქართველოდანაც რო არის ჩამოსული აი ის დანახვა რა აი ქართველებო როგორ ახათ მიყვარხათ აი ეს ამის თქმა მინდოდა დღეს